მოცემულობა გვაქვს ასეთი მოსახლეობის დაკვეთა და მთავრობის ეს დაკვეთის შესრულების პროცესი სრულიად საპირისპირო მიმართულებით არის. მთავრობა არის მონდომებული და მიმართული იქითკენ, რომ მოსახლეობამ დაკვეთა და პრეტენზია ვერ წაუყენოს მთავრობას. ანუ პრეტენზიის უნარი არ ქონდეს. მთავარი მექანიზმი რა არის ამისი? ამისი მთავარი მექანიზმი არის ეგრეთ წოდებული ესეთი ნაცები პოლიტიკური ძალა, რომელმაც კატასტროფული დანაშაულებრივი და დიქტატორული მეთოდებით ხალხი აწამა, ანუ ფაქტობრივად ციხებში კონცლაგერები ქონდა. ეგეთი პოლიტიკური ჯგუფი ყავს საფრთხობელად და ყველა გაურკვეველ სიტუაციაში აყენებს საკითხს ასე, რომ ხალხო მე თუ არ ამირჩევთ, ჩემთან თუ პრეტენზიებით მოხვალთ, ყველა პრეტენზია ჩემს მიმართ გამოსროლილი წისქვილზე ასხავს ნაცების წისქვილზე წყალს. შესაბამისად მე შეიძლება თქვენი პრეტენზიებით დავზიანდე და ნაცებმა გაიმარჯონ და მე რა გეშველებათ, ხო? აი ასე აყენებს საკითხს. ასე დაყენებული საკითხის გამო ის ხალხს ეშინია, ამომრჩეველს ეშინია და აყენებს ზოგი უკვე ამომრჩეველშიც გაჩნდა. საკმაოდ ვრცელი წრე ისეთი რომ იძახის რომ არა ხალხო არ გვინდა ეს კრიტიკა რა არ შეიძლება კრიტიკა ნუ მან რა თქმა უნდა ყველა არ არის ოცნების მიერ დაქირავებული არა რა თქმა უნდა მართლა ეშინია არა მარტო აბსოლუტური უმრავლესობა მაგას გულწრფელად ამბობს ანუ მე რას ვამბობ ადამიანს თავისთავად ცხადია რომ მართლა ეშინია რომ იმან რო გაიმარჯოს მაგის მართლა ეშინია და ამას ხვდება ქართული ოცნება ამას იყენებს პირდაპირ ცივსისხლიანად გათვლილად იყენებს ამ მოვლენას და მოსახლეობაში გაჩნდა ეგეთი წრე რომ ერთი ნაწილი მოსახლეობის რომელიც პროტესტით გამოდის რაღაცას აკრიტიკებს მთავრობას მეორე ნაწილი გაჩნდა მოსახლეობის რომელიც პირიქით იმ ნაწილს ეუბნება რომ არ გინდათ ეხლა პროტესტი არ შეიძლება დავიღუპებით ნაცები მოვლენ ხო ეს ხო ობიექტური აი ეხლა რაც აღვწერე ეს არის ობიექტური მოცემულობა რაშიც ვართ ეხლა ჩვენ ხო ამ სიტუაციიდან გამოსავალზე უნდა ვისაუბროთ. ახლა ჩვენ გვინდა რომ უფრო სამართლიან გარემომდე მივიდეთ. ჩვენ გვინდა რომ ასეთი მოცემულობა როგორც აღწერე რომ ოცნება თუ არა ნაცები მოვლენ, ამიტომ ოცნებას მოდი ყველაფერი შერჩეს. მოდი ყველაფერი გაუვიდეს, თავს გაუვიდეს საერთოდ და მაინც ავიტანოთ. ასეთი მოცემულობიდან რომ გადავიდეთ ისეთ მდგომარეობამდე რომ აღარ არის პრობლემა. ნაცები ვეღარ დაბრუნდება. ეს სხვათა შორის ბოდიში ირაკლი მე აი შეკითხვად უნდა დამისვან და გადავსულიყავი ამ საკითხზე რომ ჩვენ დავიწყეთ რითი რომ პრაქტიკულად თერი ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა თაობების დამოუკიდებლობის მერე და არა თუ მერე მანამდე საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ეს იყო არა ვთქვათ სხვა შორის მე მახსოვს სააკაშვილი ცდილობდა, როცა იყო აქციები სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და არ ნელდებოდა ეს აქციები, სააკაშვილის პროპაგანდა რა ცდილობდა, იცი? ეს ყველაფერი გადაეტანა სოციალური საკითხების წრეში. ანუ სააკაშვილი აქტიურად აი გურამ-დონაძის ტელევიზია იყო, კიდე მაშინ ის ნაცების არხები, როგორ აშუქებდნენ, იცი? ხალხის შფოთის და უწყვეტი საპროტესტო აქციების მიზეზი არის სოციალური სიდუხჭირე. და სააკაშვილი მაგას აღიარებდა და მე ერთ-ერთ არჩევნებზე მაგათი ლოზუნგი იყო გასაკეთებელი ბევრია, რომ მაგით დაემშვიდებინა ხალხი, რომ კი ვაღიარებთ სოციალური პრობლემა აუმშრევია, მაგრამ იმას ვაგვარებთ. მაგრამ ნუ ეს ჟარგონით რომ ვთქვა არ ჭამა ხალხმა, ეს არ იყო სოციალური საკითხებით აფეთქება, ეს იყო აი წმინდა ღირსების საკითხი. და სწორედ ღირსების შელახვა არა აპათია ხალხმა და სწორად არ ვაპათიეთ სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს. ეხა დღეს ხო ჩვენ როცა ვამბობთ რომ ეს დამოუკიდებლობიდან 3-4 წელი ბრძოლა უწყვეტი ღირსებისთვის და სამართლიანობისთვის, მაგრამ ნუ შედეგი ნუ პრაქტიკულად არ გვაქვს, ხო? ვერ მივაღწიეთ ამას. და მე უნდა მეკითხა რომ რა არის მიზეზი და შენ ნაწილობრივ უკვე გამეცი მაგაზე პასუხი და მე გეთანხმები რომ მიზეზი არის რომ ჩვენ სამწუხაროდ ყოველ ჯერზე დავექვემდებარეთ პოლიტიკურ შანტაჟს. ანუ რამდენჯერაც გვითხრეს რომ ანუ ეგეთი ერთადერთი ტრაგიკომიკური ოცნებას მაგალითად ამ არჩევნებზე არ უთქვია რომ მე კარგი ვარ. ოცნებამ ირიბა თქვა რომ მე ცუდი ვარ, მაგრამ აბა უკეთესი ვინ არის? კი. და ნაცია ალტერნატივა. და რა ნაცი გინდა და არა ნაცი არ გვინდა. მაშინ ოცნება უნდა აერჩია ხალხმა, ხო? ანუ დაექვემდებარა ამ შანტაჟს. კი, კი. და აი აქედან არის გამოსასვლელი. მანდედან გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ ყველა.
ყველამ სინამდვილეში სანამ ადამიანებს აქვს ის მოლოდინი, რომ ეხლა ქართული ოცნება გაასამართლებს ნაცებს და შემდეგ სამართლიანობა ამით აღდგება და რაღაცა კიდევ და კიდე თავის თავს აჯერებს იმას, რომ ქართული ოცნება აი ეხლა გამოსწორდება და ასე შემდეგ. ეს არის ჩიხური გზა. ეს გზა სინამდვილეში არის, რაც ქართულ ოცნებას აწყობს და არასდროს არ დამთავრდება ეს. ობიექტურად რო ვთქვა, ოცნების გადმოსახედიდან მუშაობს. მუშაობს ეგა, იდეალურად მუშაობს და სანამ მუშაობს, ყოველთვის ეგრე დატოვებს ოცნება, არაფერს არ შეცვლის და ლოგიკურიც არის. აი ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა არის გამოსავალი. ეს არის უნიშნელოვანესი, რასაც ვაკეთებთ და რაც სინამდვილეში სამართლიანობისკენ გადაგვადგმევინებს ნაბიჯებს. მოსახლეობაში ეს აზრი დიდი ხანია უკვე მუსირებს და აცნობიერებს მოსახლეობის რაღაც ნაწილი ამას. ახალი ძალა არისო საჭირო, ამას დიდი ხანია ამბობდა ხალხი, ხო? ახალი ძალა. ახალი ძალა როგორ უნდა შეიქმნას? ახალი ძალა ხო არ შეიძლება დავარქვათ იმას, რომელსაც ქართული ოცნება აფინანსებს ან ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს. ეს ხო ახალი ძალა არ არის. ახალი ძალა უნდა წამოვიდეს ხალხიდან. ხო? ახალი ძალა ვერ იქნება მდიდარი. მოდით ასე დავიწყოთ. აი ელემენტარული რაღაც კრიტერიუმები განსაზღვროთ ახალი ძალის. ახალი ძალა მდიდარი ვერ იქნება. იმიტომ რომ ახალი ძალა უნდა წამოვიდეს ხალხიდან. თუ ოცნება აფინანსებს რაღაც ძალას, ის არ არის ახალი ძალა. აი ხა ოცნება შექმნის პოლიტიკურ ძალებს. ეგ ყველა დარწმუნებული იყოს, რომ არჩევნები რომ მოახლოვდება, ოცნება შექმნის რაღაც ვითომ ოპოზიციებს. მაგრამ ეგ ახალი ძალა არ არის. ახალი ძალა არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ საკითხებზე დროში გავრცობილად რაღაცაზე იბრძვის და ისინი მართლა განსხვავებული ძალაა ქართული ოცნებისგანაც დაპირისპირებაში არიან და ნაციონალურ მოძრაობასთან. ქართულ ოცნებასაც აკრიტიკებენ და ნაციონალურ მოძრაობასაც. ახალი ძალა იქნება არასისტემური. არასისტემური ძალა. ოღონდ არასისტემური ჩვენ იმას კი არ გულისხმობთ, რომ მაინდა-მაინც სისტემა აკრიტიკოს და მიზანი იყოს სისტემის კრიტიკა, არა. შეიძლება დაეთანხმოკიდევას სისტემას. აი მაგალითად, ეხლა მე მივესალმები ამ NGO-ებზე დაინიცირეს და მდინარაძე ერთ-ერთი ამ თუ არ მეშდება განპროექტის ავტორი, ხო არ იწყება თუ არ მეშდება, თუ მეშდება ბოდისვიხტი განხილვა. ესე იგი, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საჯარო სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტის პროცესში NGO-ები აღარ იქნებიან ჩართულები. კი. აბსოლუტურად სამართლიანია, როგორც გინდა ისე მიუდექი, სწორია, სწორს აკეთებს ამ შემთხვევაში, არ არის ჩვენი თვითმიზანი, არ გვიჭირს მაგის თქმა. ქართული ოცნება ახლა სწორს აკეთებს, გასაუქმებელი რაღაც ვიღაცა უცხოეთიდან დაფინანსებულ აგენტს, რომელიც არათუ ასაკრძალი მე თუ მკითხავთ ასაჭერია და ციხეშია ჩასასმელი, ამდენი წელი ჯაშურ საქმიანობას რო ეწეოდა. თან მაგას კანონიც არ ჭირდება, კანონი გვაქვს კაცო, კანონით ეგ დასჯადია. შენი ქვეყნის წინააღმდეგ აქ ემსახურებდი. უბრალოდ მაგას ვერ იზამს ქართული ოცნება, მაგის მოლოდინი უგვექნება. მაგის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ რო ამათ იქ აღარავინ აქამდე არასამთავრობოები ერქვათ და ეგენი იყვნენ რეალურად მთავრობა კაცო.